მოგესალმებით პატიცემულო მაყურებლებო. დღეს ჩვენი სამყაროს მერვე გადაცემა გვაქვს. მერვე გადაცემა შეეხება ისეთ საინტერესო სფეროს, რომელიც სინამდვილეში ჩვენ ყველა ადამიანის ინტერესია, რომ განვითარდეს და რაც შეიძლება უკეთესად მუშაობდეს, რადგან სწორედ იმ სფეროს დამსახურებით ჩვენ გვაქვს ის ყველაფერი, რითიც დღეს ჩვენ ცხოვრობთ, დაწყებული ელემენტარული ჩასაცმელი თუ საჭმელი და დამთავრებული იმ საშუალებებით, რომლებითაც ჩემი საუბარი თქვენამდე მოდის. ეს სფერო არის ბიზნესის სფერო, რომელზეც საუბარი გვექნება დღეს და რომელსაც ჩვენ დავაკავშირებთ ისეთ წიგნთან, რომელიც სოფლიოში პირველია და ყველაზე გავრცელებული წიგნია, რომელსაც ჩვენ ბიბლიას ვუწოდებთ. სამწუხაროდ ადამიანთა დიდ ნაწილს არ ესმის თუ რა არის ეს ბიზნესი და რა დამსახურება აქვს მას. გგონიათ, რომ ისინი რაღაცა ტყუილა იღებენ იმ შემოსავალს, რასაც იღებენ ან რაღაცა ეგეთი და იმის გამო რომ ეს გაუგებარია და იმის გამო რომ ბევრი ალმაცერად უყურებს ბიზნესს, ხშირად ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც შეფერხება ხდება ამ სფეროს განვითარებაში, იმიტომ რომ ადამიანებს ბევრს სულაც არ მოსწონს ის, რომ იყოს საძულველი ადამიანი და შეიძლება ხელით არ მოკიდოს ბევრ საქმეს. მაშინ, როდესაც ბევრად მეტის გაკეთება შეიძლება, თუ კი ეს ადამიანები ჩვენთვის პატივცემული ადამიანები იქნებიან. ისტორიულადაც რო გადავხედოთ, არც თუ ისე ძველი დროა ილია ჭავჭავაძის პერიოდს რომ გადავხედოთ, თვითონ ილია ძალიან ბევრს იღწოდა იმისთვის, რომ ბიზნესი ეგრეთ წოდებული უпроსორად მარტო ბიზნესი არა, ანტრეპრენიორობა, როგორც ფრანგული ტერმინია და რომელიც ილიამ მაშინ გადმოიღო როგორც თვითმოქმედება, განვითარებული იყო და სადაც კი ამის ნიშანს ხედავდა, რომ ასე ვთქვათ, მეწარმეობა, ბიზნესი, შემოქმედებითობა ვითარდებოდა, ილია ყოველთვის ხარს უჭერდა, კმაყოფილებას გამოხატავდა და თუ რამე დახმარება შეეძლო, ასე ვთქვათ, თავისი გაზეთებით თუ იმით ხარს უჭერდა კიდეც. თვითონაც ბიზნესმენი იყო, მოგეხსენებათ, ბანკირი იყო და მისი დამსახურებით ძალიან ბევრი კაი საქმე გაკეთდა მაშინდელ საქართველოში. არა მარტო ილიას, არამედ სხვა ასევე მაშინდელი ცნობილი ბიზნესმენების სახით. ბიზნესმენები არა მარტო სხვილი ბიზნესმენები, რომლებთა სახელი და გვარები ვიცით და ქუჩებიც გვაქვს დღეს მათი, არამედ წვრილი ბიზნესებიც, რომლებიც იმ პერიოდში განვითარდა და წამოიწია როგორც საზოგადოებრივი ფენა და რომელიც მერე სამწუხაროდ პირწმინდად გაანადგურეს ხელისუფლებაში მოსულმა ბოლშევიკებმა. ეს მემკვიდრეობა ჩვენ ნელ-ნელა უნდა დავივიწყოთ, უნდა ხელი შევუწყოთ ბიზნესის განვითარებას, მაგრამ ის რომ ბიზნესი ყველაზე მორალური და კარგი საქმიანობა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ დღეს გვექნება ლაპარაკი ჩვენ სტუმართან ერთად. ჩვენი სტუმარია ქალბატონი ეკა გეგეშიძე. მადლობა ეკა მობრძანებისთვის. მადლობა მოწვევისთვის ბატონო ნოდარ. ძალიან საინტერესო თემაა ქართველებისთვის, რომელიც საზოგადოება არის საბჭოთა ასე ვთქვათ, მემკვიდრეობის საზოგადოება და მაშინ აი იმ პერიოდშიც კი ბიბლია და ყველა მსგავსი რელიგიური წიგნებიც იყო ფაქტობრივად ინტერპრეტირებული ისე, როგორც სჭირდებოდა იმ დროულ, ასე ვთქვათ, მოწყობას და იმ დროინდელ ღირებულებებს და შესაბამისად ყველა მესიჯები, რომელიც საზოგადოებაში როგორც დამკვიდრებული ფრაზები და არსებობდა, დღესაც ძალიან დიდ გავლენას ახდენს და მოქმედებს განწყობებზე, იმიტომ რომ საქმოსანი, ეგრეთ წოდებული ძელავიკი, ესე ვთქვათ, ცეხავიკი და სუფთა საბჭოური ტერმინები არის, ეს იყო დასჯადი და შესაბამისად ის ციტატები, რომლის ესე ვთქვათ, გამოყენება ხშირად ხდება, ესე ვთქვათ, ბიბლიის ნაწილიდან თუ რელიგიური სახელმძღვანელოებიდან და თუნდაც ერთ-ერთი ფრაზა, რომ მდიდარი ვერასოდეს ვერ შევა სასუფეველში, ეს არის ესე ვთქვათ, ძალიან ისეთი დამკვიდრებული ფრაზა, თუმცა იგნორირება იქ არის ძალიან ბევრი წინამორბედი, აი რაღაცა ფრაზების და არის ამოღებული და ინტერპრეტირებული ის, როგორც მათ სჭირდებოდა და სამწუხაროდ საზოგადოება, დღევანდელი მორწმუნე საზოგადოება იქნება თუ
ზოგადად საზოგადოების ნაწილი მაინც აი ამ ანარეკლებს ატარებს, ამ ანარეკლებს ინტერპრეტირებას უკეთებს და აქ სწორედ ესეთი განწყობები და დამოკიდებულებები ბიზნესების მიმართ არადა მინდა დავიწყო მთავარით რომ ბიზნესმენი ან მეწარმე ასე ვთქვათ საზოგადოებაში არის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა რატომ იმიტომ რომ ის ასე ვთქვათ თავის თავს და ოჯახს ინახავს თავისი საქმიანობით ასევე ასაქმებს სხვებს და იხდის გადასახადებს რათა სახელმწიფოს ბიუჯეტით ესე ვთქვათ შეინახოს ასე ვთქვათ ზუსტად სახელმწიფო სტრუქტურები და ასე შემდეგ. თუ ამას შევხედავთ, ან მეწარმეს, იგივე ანტერპრეტა ისე აქ ხაზი უნდა გავუსვათ ერთ რამეს, სანამ ისა, იმიტომ რომ ხშირად ურევენ ხოლმე ერთმანეთს. არიან მეწარმეები, ანუ იგივე ბიზნესმენები, ანუ ისე იგივე თვითმოქმედები, რომლებიც თავის საქმეს აკეთებენ თავისი ხარჯით და თავისი ინიციატივით, თავისი შრომით და პატიოსნად არიან ადამიანები, რომლებიც რაღაც საქმეს აკეთებენ საქმის ჩაწყობით, ხელისუფლებასთან ალიანსით და რაღაცა, რასაც ქრონი კაპიტალიზმი ქვია, დასავლეთში ის კაპიტალიზმი არ არის და ის მეწარმეობაც არ არის იდეაში. ხო, რა თქმა უნდა, ის სულ სხვა რაღაცაა და ჩვენ იმ ადამიანებზე არ ვლაპარაკობთ, რომლებიც ასე ვთქვათ საქმის ჩაწყობით და ბიუჯეტი და რაღაცის გამოწვევით არიან დაკავებული. ჩვენ ვლაპარაკობთ ადამიანებზე რომლებიც თვითონ სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად ქმნიან ისეთ რაღაცას, რაშიც ჩვენ ფულს ვიხდით. რომ არ იყოს ის არ გვექნებოდა, უბრალოდ ვერ ვიყიდით იმ სათვალე იქნება, საწერკალამი იქნება, დასაცმელი ყველაფერი გვაქვს, იმიტომ რომ ის ადამიანები ამას აკეთებენ. ანუ მოკლედ რომ ვთქვათ ჩვენ კაპიტალიზმზე ჩვენ საუბრობთ რეალურ თავისუფალ საბაზრო ურთიერთობებზე, სადაც ამ ბაზარზე არსებული ყველა აქტორის, ასე ვთქვათ, უფლებები დაცულია. მოდი ესე განვმარტოთ, ხო? აი ესე იქნება, ხო, ესე იქნება უფრო შესაბამისი. საუბრობთ სწორედ აი ასეთ ურთიერთობებზე. ილიას თუ მივაკითხავთ, ანუ თვითონ თავად ილიას აქვს ნათქვამი, რომ ქართველებს არაფერი არ გვეშველება, სანამ რაციონალურ ანალიზს და ვაჭრობას არ ვისწავლითო. მაგრამ მე მინდა მაინც ესე ვთქვათ დაუბრუნდე აი ყველაზე მთავარ ბიბლიას წიგნს და დავიწყოთ იქედან რომ არაფერი რომ არ იყო და უფალმა რაქნა პირველი რა გააკეთა. ანუ პირველი გაყარა, ასე ვთქვათ, ერთმანეთისაგან. ხო, ანუ ნათელი და ბნელი გამოარჩია და დღე ხო გაყვა, ასე ვთქვათ. აი, მე ვსვავ შეკითხვას. აი, საიდან მოაფიქრდა? ხო? ანუ იყო რაღაცა გაბუნდოვება, მოდი ესე ვთქვა და ეს მოაფიქრდა. ანუ მან გამოიჩინა რაღაცა შემოქმედებითობა, ხო? მერე მოყვა იმას სხვადასხვა დღეები და დღეების განმავლობაში ციური სხეულების შექმნა, ასე ვთქვათ, მე ცხოველები და ასე შემდეგ. თავარი არის ის, რომ ეს საიდან მოიგონა? უფალი იყო კაცო, უფალი იყო და აი აზროვნებდა და რაღაცები არარსებულები მოიგონა და შექმნა და აქედან გამომდინარე მე სადმე მყავს იცით საუბარი რაც მანამდე არ არსებობდა ისეთი რამე შექმნა ხო ისეთი რაღაცები შექმნა ანუ ეს მან მოიფიქრა ანუ გამოდის რომ ჩვენ ქართველების შემთხვევით არ ვეძახით მას შემოქმედს ის იყო შემოქმედი და ეხლა თუ მივაკითხავთ იგივე მეწარმეობას და ანტრეპრენიორობას ესე განვარტავთ შეგვიძლია ვთქვათ რომ უფალი იყო ერთ-ერთი პირველი მეწარმე რომელიც შექმნა ესეთი რამე რომელიც მანამდე არ არსებობდა ხო აი იგივე ჩვენ ყავდა კარგი მეწარმეები და ეს მეწარმეები ეს იგივე ზუბალაშვილები სახით იგივე ლაღიძე ყავდა და ძალიან ბევრი ხო ადრე დღესაც ძალიან ბევრი არ მინდა ძალიან ბევრი შეიძლება ეწყინოს ძალიან ბევრი კარგი მეწარმე ყავს სტარტაპერი ყავს ძალიან ბევრი კარგი პროდუქტია ბაზარზე და ახალგაზრდები ძალიან ინოვატორები არიან და ძალიან ბევრი ციფრულ პროდუქტებს აკეთებენ ისინი და ძალიან შემოქმედებითად უდგებიან ამ საქმეს. აქ მთავარი ამოსავალი წერტილი რა არის? ანუ მათი შემოქმედებითობა
არის არსებითი მთავარი მომენტი, ხო? და თუ იგივე მაგალითად დღევანდელი მიდგომებით მეწარმეობის განმარტებას მოვიშველიებთ, სხვადასხვა დოკუმენტებში არის განმარტებული, იქ სწორედ არის ეს განმარტებული საქმის კეთებისა და ინიციატივის აღების უნარი მეწარმეობა. კარგი მეწარმე არის ის, ვინც დაინახავს შესაძლებლობას და თავისი რესურსებით შეძლებს მის გამოყენებას და სხვებისთვის სასარგებლო პროდუქტის შექმნას. ეს პროდუქტი შეიძლება იყოს ნივთის სახით და შეიძლება იყოს მოსახურების სახით, მაგრამ არა ხო, დიახ, აქ უბრალოდ მინდა მაინც დავამატო, დღევანდელი მიდგომებით ამას არ აქვს მნიშვნელობა ეს პროდუქტი იქნება კომერციული სახის თუ რაიმე სულიერი თუ ესთეტიკური ღირებულების სახით, ან რაღაც ანუ მოხალისეობრივად შესაძლებელია ვიღაცამ კონცერტი ჩაატაროს, ახალი სიმღერა გამოიგონოს, ან რაღაცა კარგი საქმე გააკეთოს, მაინც დღესდღეობით მას მაინც მეწარმეს უწოდებენ. მეწარმეა, რა თქმა უნდა, თავარია ისეთი რამე იყოს, რაშიც ადამიანი ნებაყოფლობით. დიახ. ვიღაცის განიძულების გარეშე იხდის თავის ფულს. რა თქმა უნდა. და არა სხვისას. ხო, რა თქმა უნდა. როგორც კი სხვისას გადაიხდის, ფრიდმანის მატრიცის სხვა ველში ხდება მერე. ხო, არა, ეს რა თქმა უნდა, ხო, რა თქმა უნდა. მატრიცაზე ვისაუბრეთ ფრიდმანის გადაცემაში. რატომღაც დღევანდელი თუმცა მინდა ისევ მივაკითხო, ესე ვთქვათ, ჩვენ შემთხვევაში იგივე ბიბლიის ინტერპრეტაციას და ძალიან არ არის მისაღები ზოგიერთი რელიგიური, ასე ვთქვათ, პიროვნების მიერ ფულის კეთება. ფულის კეთება ან შოვნა, აი ამასთან დაკავშირებით, აი ეს არის ცენტრალური, ასე ვთქვათ, რაღაცა მიმართულება, რომ არ შეიძლება ახალგაზრდებს დაუშვათ რაღაცა ფულის შოვნის ან რაღაცა აი ამ მიმართების რამე ვასწავლოთ. აი აქ ზოგს გონია ესეთი რაღაცები გამიგია სხვადასხვა მიმართულებიდან და აი ეს რამდენად არის ის რომ თუ ანუ მეორეს მხრივ ჩვენ ვამბობთ, ვამტკიცებთ და დარწმუნებული ვართ მე თქვენ და ძალიან ბევრი ასე ვთქვათ განათლებული ადამიანები რომ ახალგაზრდებს მეწარმეობა, ბიზნესის კეთება და ასე შემდეგ უნდა ვასწავლოთ, გამოუმუშაოთ, ასე ვთქვათ, სხვადასხვა უნარები ამ მიმართულებით და მეორეს მხრივ ეს როგორ ჩავსვათ იმ ჩარჩოებში, თუ ზოგიერთი, ასე ვთქვათ, რელიგიური, ასე ვთქვათ, პოზიციის ადამიანი ამბობს, რომ ფულის კეთება არ არის კარგი. აი ახლა მაყურებლებს მინდა ყურადღება მივაქცევინო, რომ ჩვენ მასში დამკვიდრებულია ტერმინი ფულის შოვნა და არა გამომუშავება. სინამდვილეში შოვნაში ჩვენ ყოველთვის გამომუშავებას გულისხმობთ. ჩვენ ერთ-ერთ წინა გადაცემაში ამ ტერმინების შესახებ ვისაუბრეთ და მართლაც ყურადღება მისაქცევია, რომ ნელ-ნელა ჩვენს მეტყველებაში გავითვალისწინოთ თუ რას ნიშნავს ესა თუ ის ტერმინი. როდესაც ტერმინს არასწორად ხმარობთ, მაშინ ხშირად აზრი შეიძლება გაბუნდოვანდეს, უფრო რთული გასაგები გახდეს და ასე შემდეგ. ეს ჩემ თავსაც ეხება პირველ რიგში ალბათ და ყველა ადამიანს, ვინც კი საჯაროდ კი არა, არასაჯაროდაც ლაპარაკობს, იმიტომ რომ ზოგჯერ მოსაუბრესთან იმის გაგება ჭირს თუ რისი თქმა უნდა, იმიტომ რომ ტერმინებს ხმარობს არასწორად. ხო და ამ შემთხვევაში კი ყველა სწორად გულისხმობთ ამაში რაღაცას, მაგრამ ალბათ ნელ-ნელა ესეც უნდა გავიაზროთ, რომ გამომუშავება იგულისხმება და არა სადღაც ვიღაცაზე გამორთმევა უბრალოდ. გამომუშავება კიდე იმას ნიშნავს, რომ ვიღაცა ნებაყოფლობით გიხდის რაღაცაში სანაცვლოდ. ამ შემთხვევაში ლაპარაკი არის, რომ ან ნივთზე და ან თუნდაც სიმღერაზე შენ გიხდი, ან იმისთვის, რომ შენ მღერი ხარ კარგად. თუ კარგად არ იმღერებს, მაშინ არავინ არ მოვა, არავინ არ იყიდის შენ ბილეთებს. არც არავინ არ იმღერებს და მეტიცაც გეტყვით, რაც არ უნდა უფასო კონცერტები ჩაუტარო ვიღაცას, მე მგონი დამსწრეები ნაკლებად იქნება. რა თქმა უნდა, თუ კარგად არ იმღერებ, რატომ მოვარჩენ კონცერტს? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თქვენ ანუ ნებისმიერი მომღერალის იქნება თუ მხატვარის ნიჭი არის დასაფასებელი და შესაბამისად მისი მსმენელი არის საუკეთესო შემფასებელი. ეს საინტერესო მიმართულებაა, ესეც განვავრცობდი ახლა იმისკენ რომ სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს ამ საქმეში, მაგრამ ამას მომავლისთვის გადავდებ, იმიტომ რომ ჩვენ დრო დაგვაკლდება იმ ძირითად საკითხზე, რომელზეც დღეს უნდა ვილაპარაკოთ. ამიტომ დაუბრუნდეთ აი მაშინ მე დავსვავ ესეთ შეკითხვას, ახლა მეწარმე ამ შემთხვევაში არის თუ არა სიმღერის შემქმნელი. ანუ ვინც სიმღერა დაწერა, ტექსტი, მუსიკა შეიმუშავა, შემოქმედი არის, შემოქმედი თუ არის ეს ცალსახად მეწარმეა
და შეუძლია ამ სიმღერის კომერციალიზაცია შესაბამისად ავტორ უფლებების თავად ამ სხვების დახმარებით. რა თქმა უნდა, თავად და სხვების დახმარებით და ისიც შეუულებრივად მეწარმეთ ითვლება თუ სწორედ ისე შეიმუშავებს და გამოიმუშავებს აი ამ იმას, რა ქვია, თავის სიმღერას, რომ ეს გახდეს კომერციული და სხვებისთვის მოსასმენი. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სწორედ აი ამ მიმართულებებში, როგორც არის შემოქმედებითი ინდუსტრია, ასევე შესაძლებელია კარგი მეწარმეების, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბება და შესაბამისად კარგი ბიზნესმენების ჩამოყალიბება, რომლებიც შეიძლება იყვნენ სწორედ მაგათი მენეჯერები და მაგათი კარგი გამყიდველები აი ამ კონკრეტული მიმართულებით. მაგრამ მივდივართ მაინც იმ საკითხებამდე, რა საკითხებიც არის ძალიან არსებითად მნიშვნელოვანი და ფაქტობრივად ამ ხნის განმავლობაში, რომელიც იყო ფაქტობრივად დაახლოებით 70 წლიანი საბჭოთა მოწყობა და საბჭოთა ღირებულებების გაზიარება და სწორედ საბაზრო სტრუქტურებისა და კაპიტალიზმის ღირებულებების, ესე ვთქვათ, საერთოდ დამალვა არ გაცხადება და ასე შემდეგ. თითქოს ის რაღაცა ბოროტება იყო. თითქოს ბოროტება იყო, ეხლა რომ ვუკვირდები, ისე ეკონომისტები ისე ამთავრებდნენ ეკონომიკის მიმართულებას, მაგალითად იგივე საქონელმცოდნეობის მიმართულებას ან საინჟინრო ეკონომიკის მიმართულებას, რომ ესეთი კარგი კანონი, როგორც არის მაგალითად ერთ-ერთი ფუნდამენტური კანონი, როგორც არის მოთხოვნა მიწოდება, ან ალტერნატიული ღირებულების ცნება, ან რაციონალური ანალიზი, დაგეგმვის საკითხი იყო, მაგრამ არა რაციონალური ანალიზის საკითხის გარშემო, არამედ იყო, ესე ვთქვათ, დაგეგმვა იმისთვის, რომ ხალხის სიკეთეები შექმნილი იყო და ხალხს ესე ვთქვათ რაღაცა სერვისები, ასე ვთქვათ, ჰქონოდათ, აი მარტივად სახელმწიფო სერვისები, ესე ვთქვათ. მაშინ საერთოდ ეკონომიკას ასწავლიდნენ იმ პერიოდში? ხო, ანუ ის უფრო ეკონომიკური კალკულაცია იყო შეიძლება და ეკონომიკა ის არ იყო. იყო რაღაც პატარ-პატარა საკითხები, რომელშიც იყო ეს დაგეგმვის საკითხები, ხაშთაღრიცხვის საკითხები და ასე შემდეგ. უფრო მეტიც ბიზნესის საგნებს იგივე ბუღალტერიას დაუშვათ, ხო? იგივე მართლობით აღრიცხვის კალკულაციას, რასაც ეძახდნენ. ეკონომიკას ეძახდნენ ამის საგნებს და ეკონომიკას ეძახდნენ მაგ საგნებს, თუმცა მასში, ესე ვთქვათ, რეალურად ეს არ იყო ეკონომიკსი, რომელიც არის კლასიკური, ეს არის ცალსახად ბიზნესის საგნები, არა და ის სწორედ რაციონალური ანალიზი და დაგეგმვასთან დაკავშირებით და ის სწორედ აი ამასთან დაკავშირებით მინდა მოვიშველიო მათეს სახარების 25 თავი, რომელიც იწყება ძალიან კარგი რამით, რომ 10 ქალწული, რომელთაგან არის 5 გონიერი და 5 უგუნური, ხო, წავიდნენ ნეფის შესახვედრად ეს წერია და უგუნურობა გამოიხატებოდა იმაში, რომ ლამპრები წაიღო ყველამ და 5-მა თან წაიღო ზეთი ამ ლამპრებისთვის, სათადარიგო ზეთი. ზეთი იყო საწვავი, ხო, იმ ლამპრისთვის. იმ პერიოდში ხო სათადარიგო ზეთი წაიღო და მეორე 5-მა არ წაიღო აი ეს ზეთი. ნეფემ დააგვიანა, ამათმა ჩათვლიმეს ყველამ ერთად და ამ დროს ვიღაცამ დაიძახა, რომ ნეფე მოდისო. და ესენი გამოფხიზლდნენ, თავიანთი ლამპრები გამართეს და მაშინ მიხვდნენ, ესე ვთქვათ, ეს უგუნურები, რომ თავიანთი იმაში ლამპრებისთვის სათადარიგო ზეთი არ ქონდათ და ელეოდათ. და სთხოვეს გონიერებს, რომ მომეცითო და გონიერებმა უთხრეს, რომ წადით და შეიძინეთ ვაჭრებისაგანო. და მე სანამ შეიძინეს და მოვიდნენ დააგვიანდა თამბაქო. ხო, რა თქმა უნდა, ესენი წავიდნენ შესაძენად. ამ მასობაში მოვიდა ნეფე და ნეფე შევიდა თავის სასუფეველში და შეყვნენ ეს ესე ვთქვათ 5 გონიერი ქალწული და ესენი ამათმა შემდეგ დაუძახეს, მაგრამ ნეფემ უთხრა, რომ მე თქვენ არ გიცნობთო, მოდი აქ გავჩერდები ამ იმაში და გავაანალიზოთ ჯერ ეს ნაწილი ამისა. პირველი ჩემი აზრით, რომ
ამ იმაში თუ ბიზნესის თვალსაზრისით გავაანალიზებთ ამ საკითხს არის რა ადამიანები ზოგადად და ძალიან ბევრი ადამიანები გამოუცდელია და ეს გამოუცდელობაში არის გაიგივებული მე მგონი ესე ვთქვათ ქალწულები. იმიტომ აქვთ ქალწულები ნახსენები. ყველა გამოუცდელი ადამიანი, მაგრამ გამოუცდელი ადამიანები არსებობენ წინდახედული ადამიანები, რაციონალურად რომლებიც აზროვნებენ და წინდახედულობით მოქმედებენ და არსებობენ, რა თქმა უნდა, არა რაციონალურებით. სწორედ აი ამაშიც გააკეთა, ანუ გამოდის რომ ისინი უკვე დაალაგა, რომ ამ იგავში დალაგებულია უფრო ხო? ანუ გამოცდილი ხარ თუ არა, შენ რისი წინასწარ გათვალისწინებად შეგიძლია ის უნდა გაითვალისწინო, თუ გინდა რომ წარმატებას მიაღწიო, ახლა იმ სასწრაფოებში შესვლა წარმატება იყო ამ იგავში, ხო? და ზოგადად ცხოვრებაშიც ასეა, შენ ყველაფერს პრინციპში ადამიანები ყველაფერს პირველად ვაკეთებთ თითქმის გამეორება ძალიან იშვიათად ხდება რაღაცის ცხოვრებაში და ვინც ყველა მოვლენ ყველაფერს მაქსიმუმს ყველაზე მეტად გაითვალისწინებს იმას რაც რა გარემოშიც არის და რაც დაჭირდება ის უფრო წარმატებული აღმოჩნდება და ვინც რაღაცებს ვერ გაითვალისწინებს ის ვერ მიაღწევს იმის წარმატებას. რა თქმა უნდა, აი კარგი მეწარმის და კარგი ბიზნესის მენის თვისება არის სწორედ ერთ-ერთი, რომელიც აქ არის გამოხატული თადარიგიანობა, წინასწარ დაგეგმვა, განჭვრეტა და ასე შემდეგ, ხო? ეხლა გავყვეთ ისევ ამ ორი გავს. მე ნეფე რომ ეტყვის რომ მე არ გიცნობთო თქვენო და არც გიცნობდეთ იქნება და ეს უფალიო გამოარჩევსო, ასე ვთქვათ, ადამიანებს, რომელიც არიან ესეთი თადარიგიანი, ესე ვიტყვი გადატანითი მნიშვნელობით, უფალი გამოარჩევს მათ და დაისვავს თავიანთ მარჯვნივ როგორც ფარადან ცხრებს შორის თხებს გამოარჩევსო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხო, ცხარი გულისხმება უბრალოდ მორჩილი და გაუაზრებლად მორჩილი. ხო, გაუაზრებლად მორჩილი და ცხარივით, იმიტომ რომ აი არც რაციონალურობა აქვს, არც დაგეგმარება აქვს, არც წინდახედულობა აქვს და ის ადამიანები, რომლებიც არიან რაციონალურები, წინდახედულობები და ასე შემდეგ მათ გამოარჩევს განსაკუთრებითო უფალიო, როგორცო თხებსო ფარიდან და დაისვავს მის მარჯვნივო და გამოარჩევს ასევეო და გადადის უკვე ძალიან ცნობილ, ასე ვთქვათ, ტალანტების იგავზე, აი ესე ვთქვათ, შემთხვევით არ არის ტალანტი და ტალანტი, აი ფულის ერთეული კი არის გაიგივებული, მაგრამ ქართველებს ერთ და იგივე სიტყვა გვაქვს, ხო? ამასთან ეტიმოლოგიურად როგორ არის მართლა საინტერესოა ერთმანეთთან აქვს თუ არა კავშირი, მაგრამ ფაქტია რომ დღეს ემთხვევა. ხო, ემთხვევა ერთმანეთს და სადღაც არის ეტიმოლოგიური კავშირიც მე დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ მოდი ახლა ახსნათ სწორედ აი ამ 5, 2 და 1 ტალანტის ამბავი. უფალმა ანუ ბატონმა, მოდი ესე ვიტყვი, ბატონი ადგება აპირებს წასვლას და თავის გარშემოდან გაანალიზებს, ესე ვთქვათ, გარემოცვას და ერთს რომელიც შედარებით მარჯვი არის, მას მისცემს 5 ტალანტს. მეორეს მისცემს 2 ტალანტს და რომლის ნაკლებად იმედი აქვს, მისცემს 1 ტალანტს. თვითონ თავიდანვე განსაზღვრა, მაგრამ შესაძლებლობა მაინც მისცა იმას, რომელსაც მისცა 1 ტალანტი. შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ კრედიტი მიცა 5,000, 2,000 და 1,000. ხო, ну შესაძლებელია ეს კრედიტია, ანუ კრედიტი რეალურად რა არის, რომ მე შენ გენდობი, ხო, აი ეს არის, ანუ ენდო და მისცა ნდობის ამბავია, 5 ტალანტი ვისაც მისცა იმ პიროვნებამ, ეს 5 ტალანტი საქმეში გაუშვა, ამუშავა, მოიგო და რომ ჩამოვიდა, ბატონი მას 10 ტალანტი დაუბრუნა. ვისაც 2 ტალანტი მისცა, იმანაც რაღაც გააკეთა და რომ ჩამოვიდა 4 ტალანტი მისცა, ასე ვთქვათ, დაახვედრა. ხოლო 1 ტალანტის მფლობელმა უთხრა, რომ უფალო, შენო ძალიან მკაცრი ადამიანი ხარო. იქ არის ძალიან კარგი ფრაზები, ხნავ მკიგ სადაც არ მოგიხნიაო და ასე შემდეგ, მაგრამ თავარი არის ის, რომ მე შენიო ძალიან მეშინოდაო, შენიო
მრისხანებისო და აი ამიტომ შენი ერთი ტალანტიო მიწაში ჩავფალი და აი ეგერ გიბრუნოფო შენ მობარებულს რაც არისო აი ეს ერთი ტალანტი რო ჩამაბარეო მაშინ ბატონი განრისხდება და ეუბნება ეს რა ქენიო შენთვისაც კი რატო არ გამოიყენე ეგ ერთი ტალანტი და მიწაში რატო ჩაფალიო ხო ამიტომ წაართვით სასწრაფოთო და მიეცითო ასე ვთქვათ იმ ხუთი ტალანტი ვისაც ქონდაო იმ პირსო და სწორედ არის ამისი მნიშვნელოვანი ახსნა ის რომ ეს ერთი ტალანტი მიწაში ჩაფლული არავისთვის სასარგებლო არისო და არავის არ გამოუყენებია მთავარი ფრაზა არის იქ რომ იქნებ ვაჭრებზე მაინც მიგეცა და რამე ეშოვნა თვითონ აი ამ ერთ იმასო რა ქვია რამე სარგებელი შეექმნა ხო რამე სარგებელი შეექმნა ზუსტად აი აქედან შეგვიძლია დავასკვნათ რომ თვითონ ამ იგავი საფუძველზე ვაჭრებისთვის მიცემა აქ ცალსახად არის მინიმუმ დღევანდელ საბანკო სისტემაში განთავსება რომელიც არის შედარებით ყველაზე უსაფრთხო და აუცილებლად დაბრუნებადი თუმცა მინიმალური პროცენტით ხო ანუ ასევე შესაძლებელია ითქვას რომ სხვისი საქმეში ჩადება რაღაცა ბიზნესში შესვლა რა აქტიურად ეს არის ორი ტალანტის რაღაცა მიმართულება თორე აი ეს ხუთი ტალანტის მიმართულება არის სწორედ ის რომ ვინც არის თვითონ ბიზნესმენი აი ამ ბიზნესმენს მისცა აი ეს თანხა და სწორედ ის ამბობს რომ ამათ მიეცითო ისინი ყველაზე აქტიური არიან მშრომელები არიან და აი ამ მიმართულებას არა მე მგონი კიდე ის მნიშვნელობაა ჩადებული რომ იმას ვისაც ხუთი ტალანტი ქონდა იმას ასე ვთქვათ აზროვნების მასშტაბიც მეტი ქონდა მე საქმეზე შეეძლო გასულიყო და ასეთ ადამიანს სწორედ რომ მეტი უნდა ქონდეს რომ უფრო დიდი საქმე გააკეთოს იმიტომ რომ შეიძლება დაუშვათ ორი ტალანტის მფლობელმაც გააორმაგა თავისი ასე ვთქვათ კაპიტალი მაგრამ ალბათ არ ქონდა იმ ხელა გაქანება რამდენიც ქონდა ხუთი ტალანტის მფლობელს ამიტომ არის უფრო მნიშვნელოვანი რომ სწორედ მას ქონდეს უფრო მეტი რომ უფრო მეტი მასშტაბი შეძინოს. ახლა მე რო დავფიქრებული ვარ ხოლმე შეძლებდა კი მას კი დაუშვათ რაკეტების გაკეთებას თუ კი არ ექნებოდა საკმარისი კაპიტალი. მან ხო კაპიტალი $2000 ქონდა თავიდან თუ რაღაცა როცა დაიწყო ეს PayPal-ი რო გააკეთა. მაშინ ხო ვერ შეძლებდა რაც არ უნდა ის ქონოდა მაგრამ ქონდა გაქანება და ქონდა მიზანი და ნაბიჯი ან შეიძლება ვთქვა რომ ეს ღვთის შეწევნით მოხდა მან მოახერხა და იშოვა იმდენი კაპიტალი რომ რაკეტაც გააკეთა და ტესლაც გამოუშვა და ნეიროქსელებშიც მუშაობს და ეხმარება იმას ავტოფ ადამიანების ასე ვთქვათ დამბლირებულ ადამიანს რომ ასე ვთქვათ ფუნქცია მოტორიკა შეეძინოს და ნუ რა ვიცი რამდენი მიმართულებით აღარ ვიცი უკვე ხო და ამიტომ არის რომ ის რაც მას აქვს რომ ქონოდა სხვას თუნდაც ბიზნესმენს რომელიც პატარა სფეროში მუშაობს იმდეს ვერ შეძლებდა ალბათ ამიტომაც არის რომ წაართვი იმას ვისაც უნარი არ აქვს და შნო არ აქვს გამოიყენოს და მიეცი იმას ვისაც აქვს და ვინც მართლა აკეთებს სხვებისთვის სასარგებლო საქმეს აი თავიდან მე აღვნიშნე რომ აი ხუთი ტალანტი ვისაც მისცა ის შედარებით უნარიანი და გონიერი იყო ანუ სწორედ აი შეხედეთ აი აქ არის თავარი მომენტი ანუ ბიზნესმენობა ეს მეწარმეობული უნარი აი ეს შემოქმედებითობა სწორედ არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის რომ ადამიანებმა შეძლონ მეტი იდეების ფორმირება და მეტი შესაძლებლობების დანახვა და მაგრამ იმ შესაძლებლობების დანახვასთან ერთად უნდა მოქმედება, თადარიგიანობა, რაციონალური ანალიზი და ასე შემდეგ. ანუ მარტო შესაძლებლობის დანახვა არ კმარა, კიდე უნარი უნდა რომ გააკეთო, ხო? რა თქმა უნდა. და თან იქ ბიზნესის შემთხვევაში იდეალური ამბავი არ არის, რამდენი რამე უნდა დაამტყი ერთმანეთს. კაპიტალი ერთია, მეორე უნდა იყოს შესაბამისი ადამიანები, ვინც დახმარებას გაგიწევენ. უნდა ესენი ერთდროულად შეკრიფონ, უნდა მოძებნოს შესაბამისი რესურსები, რომელიც შეიძლება ზოგი ადგილზე იყოს და ზოგი ჩინეთიდან ჩამოსატანი და ეს ყველაფერი ერთ წერტილში მოუყარო თავი ამ ყველაფერს და შექმნა პროდუქტი. ხო და საკმარისია ერთი ჩაგივარდეს, დანარჩენი სუფთა ზარალია შენთვის და ძალიან მძიმე ზარალია.
ვისაც ბიზნესი არ ქონია, აი ესე ვთქვათ, შესაძლებელია აი ამას ვერასოდეს ვერ ხვდებოდეს, მაგრამ აი თქვენ გარჩემო თუ გამოიხედავთ ხო უამრავი სუპერმარკეტი, სხვადასხვა მაღაზია მუშაობს მუდმივად, ხო? მიუხედავად იმისა, დასვენების დღეებისა, ახალი წლებისა, დღეა თუ ღამეა და ასე შემდეგ. იქ არიან ბევრი ადამიანები და აი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ ბიზნესის დაწყების პროცესში განსაკუთრებით არის მათი ღვაწლი ძალიან ასეთი დასაფასებელი, რომელიც ფაქტობრივად დღე და ღამე მუშაობენ, ძალიან ბევრს არ დაუსვენია, ასე ვთქვათ, დროთა განმავლობაში და ესეთი ადამიანები ძალიან ბევრია. რომელიც აი ყოველდღიურად ჯაფის საფუძველზე აი ესეთ ძალიან ესეთ იმას აკეთებს, რა ქვია, მოღვაწეობას, ღვაწლია ფაქტობრივად ეს მათი მუშაობის აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და სწორედ ამის საფუძველზე თანმიმდევრული შრომით, აი თანმიმდევრული მიდგომებით და ასე ვთქვათ, შემოქმედებითი უნარით, აი აღწევენ იმას, რომ მათ აქვთ სხვაზე მეტი შეიძლება ესე ვთქვათ, შემოსავლები, სხვაზე მეტი უნარი, რომ ფული გამოიმუშავონ და შესაბამისად არიან წარმატებულები. რომ გამოიმუშავენ სხვაზე მეტს, იმიტომაც მე აკეთებენ უფრო დიდ საქმეს. სხვანაირად ხო ვერ გააკეთებენ დიდ საქმეს. კი, და პლუს ამას კიდე ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რაც ავიწყდებათ ხოლმე, რომ ნებისმიერ ბიზნესში, არა მარტო ახლა, არამედ უხსოვარდროიდან ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესმენთა ეთიკა. თუნდაც ვაჭრების ეთიკა და ჩვენ ადრე კი გვაქვს ახელული ერთ-ერთ გადაცემაში, მაგრამ შეიძლება ახლა არის ნახსენები, რას იცინი ყველის ვაჭარივითო გამოთქმა არსებობს ასეთი. ხო და ყველის ვაჭარი სინამდვილეში იმ ეთიკაში ვერ ჯდება, რაც ბიზნეს ეთიკაა და ამიტომ არის ეს გამოთქმა დამკვიდრებული, რომ ყველის ვაჭრები ყველაზე მეტ იტყუებოდნენ წონაში. ალბათ ახსოვს მაყურებელს, მაგრამ საქმე ის არის, რომ სინამდვილეში ვაჭარი სულაც არ ნიშნავს მატყუარას, პირიქით. ვაჭარი ნიშნავს ადამიანს, რომელიც რაღაცას გთავაზობს და მხოლოდ მაშინ არის გაცვლა პატიოსანი, ანუ ვაჭრობა პატიოსანი, თუ ორივე მხარე ზუსტად იცის რას რაში ცვლის. თუ ეს ასე არ არის, მაშინ რომელიღაცა მხარე თაღლითია და არა ვაჭარი. ხო, ამიტომ ეს სხვადასხვა რამეა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესშიც არსებობს ეთიკა, როდესაც ორი ბიზნესმენი ან ბიზნესმენი და შეიძლება კერძო პირი რაღაცას ცვლიან ერთმანეთში, ორივე ვალდებულია, რომ სწორედ იმაში გაცვალონ ესაგანი, რაზეც შეთანხმდებიან. არ შეიძლება მე შევთანხმდე ამაზე და დაუშვათ მიცე, დაუშვათ სხვა რაღაცა ან პირიქით, ან შევატყუო მაგალითად. რაც ჩვენთან სამწუხაროდ ძალიან დამკვიდრებულია, კუკლა მანქანას რო აკეთებენ ეს ფაზე იწოდება. ანუ ყველა ინფორმაცია დადებითი და უარყოფითი ამ გაცვლის შესახებ უნდა იყოს გამჟღავნებული, ხო? აი ეს არის ხო, დიახ, ეს არის სწორედ ბიზნესმენების ეთიკა და მათი ეთიკური ქცევა. და აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში და საბაზრო ეკონომიკა არის ის, რომ ანუ ფასი ამა თუ იმ საქონლის ბაზრის საშუალებით დგინდება და განმარტოთ ბაზარი არის ყველგან იქ, სადაც მყიდველი და გამყიდველი ერთმანეთს ხვდებიან. არ აქვს ამას მნიშვნელობა, ეს არის გვერდზე სადღაც მაღაზიაში, ლოკალურ ბაზარზე არ არის მარტო ლაპარაკი. ინტერნეტში თუ ასე შემდეგ, ხო? აი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სწორედ აი ამ ბაზარზე და ყიდვა და გაყიდვა, სადაც ნებაყოფლობით ხდება და არა დაძალებით, მოტყუებით და ასე შემდეგ, გვაქვს საბაზრო ეკონომიკა, ამ ბაზარს ვეძახით ჩვენ თავისუფალ ბაზარს და მთლიანად ამ სისტემას თავისუფალ საბაზრო ეკონომიკურ სისტემას და ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ამ თავისუფალ ბაზარზე ყიდველი და გამყიდველი, ან მასში ჩართული ყველა აგენტი, ხო შეიძლება იყოს, ანუ მაგალითად ბროკერი, გადამყიდველი, დაუშვათ გადამზიდავი და ასე შემდეგ, ანუ ერთმა იყიდა, მეორემ გაყიდა, მაგრამ ერთმა სხვამ გადაზიდა, იყო შუამავალი ჩართული, აი ამაში კიდე იყო აი დამატებითი აგენტი, ბანკი ჩართული, რომელმაც გადარიცხვა გააკეთა და ასე შემდეგ, ყველამ შეიძლება მიიღოს თავისი სარგებელი და ამ სარგებლით ყველა
მასში ჩართული მონაწილე არის კმაყოფილი. და ეს ნათლად არის ანუ ასე ვთქვათ, გაცხადებული ყველასთვის, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი აი ამ შემთხვევაში და სწორედ აი ესეთი საბაზრო ეკონომიკა არის მნიშვნელოვანი და ეკონომიკური აზროვნება და რა თქმა უნდა მეწარმეები და ბიზნესმენები, რომლებიც ინახავენ საკუთარ თავს, როგორც დასაწყისში ვთქვი, ასე ვთქვათ, ასაქმებენ სხვებს, იხდიან გადასახადებს და ბოლოს დავასრულებ ანგარიშვალდებულებასაც თხოვენ მთავრობას. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კიდევ. აქ მინდა ხაზი გაუსვა კიდე ერთხელ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და ისა ინგლისურად არის win-win გარიგება ქვია მაგას, ქართულად მე გადმოვიტანე რომ სხვადასხვანაირად გადმოვკითხულე, მაგრამ მე გადმომაქაზე იგებ ვიგებ. ხა. ხო, ანუ მეც ვიგებ, შენც იგებ. ადამიანებს გონიათ რომ საგნების გაცვლა ერთმანეთს შორის არის ნულოვანი ჯამის ისა. ანუ მე თუ შენ რამე წაგართვი, შენ აღარ გაქვს, ანუ წააგე და მე მოვიგე. და ეს რა თქმა უნდა ასეა, როცა წართვევა ხდება, როცა რაღაცა ნივთების გაცვლა ხდება და უშუალოდ ვაშლი გავცვალე მსხალში, ხო? მე მსხალი უფრო მჭირ მინდოდა და ამიტომ გაგიცვალებს ვაშლში და შენ ვაშლი უნდა უფრო გინდოდა და ამიტომ გამიცვალე მსხალში. თუ როგორც არის რა, ასე რომ არ ყოფილიყო ხომ არ გავცვლიდით. ამიტომ გამოდის შენც მოგებული ხარ, მეც მოგებული ხარ. იგებ ვიგებ. და მხოლოდ ეს არის პატიოსანი გარიგება, როცა იგებ ვიგებ პრინციპით დგება და არა ისე როცა ერთი წაგებულია და ორი მოგებული. რა თქმა უნდა, მე თუ ხათრით შემთხვევით გაგიცვალე ვაშლი მსხალში, გამოდის რომ მე ჩემი საკუთარი თავი დავაზიანე, ხო? ანუ ხო, მაგ შემთხვევაში სხვას ვერ დავადანაშაულებ. სხვას ვერ დავადანაშაულებ, ეს ჩემი ხათრიანობის ბრალია. მაგრამ ეს ჩემი ხათრიანობა და ვაშლი და მსხალთან მიმართებაში არ უნდა გადაიქცეს კომერციულ გაკოტრებაში. არის კიდე ერთი მომენტი, მაგ ხათრიანობის გათვალისწინებად შეიძლება იმ კუთხით, რომ თუ შენ ყველაფერს შეკრიბა, მათ შორის მე დაუშვათ კამფეთს ვაძლევ ბავშვს, რომლის სანაცვლოდ არაფერიც არ მოუწია მას. მაგრამ მე იმდენად მომეწონა მისი გახარება, სიხარული, ეს ჩემთვის საკმარისი დამაკმაყოფილებელია იმისი, რაც ამ გაცემით მივიღე. ანუ მე ფიზიკური ნივთის გაცემით, ანუ კამფეთის გაცემით მივიღე ის ემოციური სიამოვნება, რომელიც ბავშვისგან წამოვიდა. და ამ შემთხვევაშიც ეს არის ვიგებ პრინციპი, იმიტომ რომ ბავშვმა მოიგო, გახარებულია და მე მოვიგე, იმიტომ რომ კმაყოფილი ვარ, რომ ბავშვის თვალებში სიხარული დავინახე. ხო, ამიტომ თუ ყველაფერს შევკრიბავთ, ვიგებ პრინციპი ყველაზე სწორი პრინციპია, ალბათ. და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მხოლოდ ასეთი გარიგებები გავაკეთოთ და არა ისეთი, რომ ვიღაცა მოვატყუოთ, მანქანა შევალამაზოთ, შევატყუოთ ვიღაცას და მერე სადავოდ გავხადოთ საქმე, როგორც ხდება ხოლმე, არა, პრინციპში ყველა მიჩვეულია ამას და აღარ დაობენ, უბრალოდ შემოწმება ცდილობენ თავის დროზე, მაგრამ მაინც არა სასიამოვნოა თუ კი ასეთი რამე ხდება. ხელოსნოთან ვიყავი ერთხელ და მითხრა გასაყიდად გინდა თუ შენთვის გინდა მანქანით რომ მივედი მე ვთქვა რას თქვია რა გასაყიდად რომ მივედი ცუდად გავაკეთე არა უკაცო ცუდად კი არა მაგრამ ერთ თვე იმუშავებსო და თუ შენთვის გინდა ერთ წელი რომ კარგად იყოს ეგრე არა მეთქი როგორ შეიძლება თუ ვაკეთებ თუ არ ვაკეთებ ხო არ მოვატყუებ ადამიანს რომ ამას რაღაცა ჭირს თუ კი გაყიდვა მინდა სიტყვაზე მაგრამ ისე არის ეს ჩვენ მენტალობაში ვერ ხდება, ვერც ხელოსანი, ვერც ადამიანი, რომ სინამდვილეში ეს არამორალურია, ამორალურია ასეთი დამოკიდებულება. არა და ხო კიდე ერთ რამეს გავიხსენებ პარემ და მე შენც გააკეთე კომენტარი, ერთ-ერთ გადაცემაში გავარჩიეთ სიტყვა საუცხო. ხო გაგიგეს? საუცხო, ესე იგი კარგია. ხო და რატომ არის ეს სიტყვა ძალიან მახასიათებელი საბაზრო ეკონომიკისთვის ძალიან კარგი. თუ სხვისთვის აკეთებ, კარგი უნდა იყოს. საუცხო, ესე იგი კარგია, ძალიან კარგია. ამას ნიშნავს და ეს ძალიან კარგი ეკონომიკური შინაარსი დევს ამ თვალსაზრისით შიგნით და ეთიკურადაც ყველაზე გამართულია. შენ სხვისთვის რო აკეთებ, ყველაზე კაი მაშინ უნდა გააკეთო. ხო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან ამ ხაზზე გავაგრძელეთ სწორედ, რომ საუკეთესო ეთიკურობა და ბიზნესი და მეწარმეობა, ბიზნესის და მეწარმეობის მთავარი ამოსავალი წერტილი რა არის? აი და რაზე უნდა იდგეს, რა თქმა უნდა, აგენტი იქნება ეს თუ ჩართული მხარეები, ყველა მოგებული უნდა იყოს, უნდა იდგეს იმაზე, რომ 1+1 უნდა უდრიდეს მეტს.
2-ზე მეტს. ხო, მეტს, ანუ ეს კი, 2-ზე მეტს, ანუ 1+1 უნდა იყოს მაგაზე მეტი ვიდრე ჩავდეთ, ხო? ანუ ეს არის ამოსავალი, ასე ვთქვათ, მეწარმეობის, კომერციალიზაციის და ასე შემდეგ და ფულის გამომუშავების ესე ვთქვათ და აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომ აუცილებელია დღეს თანამედროვე ახალგაზრდებმა ყველამ ჩვენ სწორედ გავიაზროთ რაციონალური ანალიზის არსებითობა, მუყაითობა, თანმიმდევრულობა და რა თქმა უნდა, ფულის შოვნის ის სიკეთები, რომელიც ასე ვთქვათ, ბედნიერ და ესე ვთქვათ, გარანტირებულ ეკონომიკურ კეთილდღეობას. თავარია ყველამ გაიგოს, რომ ფულის გამომუშავება მე ძალიან პატარა სამუშაოს ვაკეთებ და იმით გამომიმუშავებ თუ ზარმაზარ კომპანიას ვქნით და იმით გამომიმუშავებ, ნებისმიერ ვარიანტში ეთიკურია იმ შემთხვევაში, როდესაც გაცვლა ხდება მოტყუების გარეშე. ანუ თუ ატყუებთ აღლითი ხარ და თუ პატიოსნად ცვლი და იმ ნივთსაზრე მართლა რაც გიხდიან, მაშინ წესიერი ადამიანი ხარ და ეს ეთიკა არსებობს ბიზნესში და ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რაც აუცილებელი და მნიშვნელოვანი საკითხია. თუ რამე დაგვრჩა კიდე აი ისეთი რაც უნდა გვეთქვა თუ არა და შემდეგი გადაცემისთვის ანუ მე იმედი მაქვს კიდე მესტუმრები სხვა დროს უღრმესი მადლობა ხომ მოწვევისათვის მე ერთადერთი რაც შემიძლია დავამატო რომ თვითონ აი მეწარმეობისა და ბიზნესის კუთხით ბიბლია და რელიგიური ლიტერატურები ნაკლებად არის შესწავლილი თუმცა რამოდენიმე მეცნიერს აქვს რამოდენიმე ძალიან კარგი სამეცნიერო ნაშრომი ამასთან მიმართებაში მაგრამ აი მაინც ძალიან დიდი ესე ვთქვათ ცოდნა არის ბიზნესსა და მეწარმეობის თვალსაზრისით, თუნდაც იმიტომ, რომ ქართველები შემოქმედს არ დაუწოდებდნენ, ასე ვთქვათ, უფალს, რომელმაც ცა, დედამიწა, ადამიანები და ყველაფერი ჩვენს გარშემო შექმნა, ხო? ესე ვთქვათ და მე მაინც მინდა დავასრულო ამითი, რომ თუ სწორედ ასე გავაანალიზებთ ყველაფერს, ყველაზე დიდი მეწარმე, ანტრეპრენიორი, როგორც ილია იყო და ყოფილა ჩვენი უფალია. ესე დავასრულო. კი ბატონო, დიდი მადლობა სტუმრობისათვის. პატრიოტული ტელემოყრილი ახლა დაგეშვიდობებით და იმედია შემდეგ გადაცემებში არა მარტო ამ ბევრი სხვადასხვა თემით კვლავ შევხვდებით ერთმანეთს. მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა კიდევ ერთხელ. კარგად ვიყავით.